გვაქვს ეკონომიკური ზრდა? არა, ნამდვილად. შეიძლება გვაქვს, მაგრამ არ მიდის ხალხამდე. ხო, ეხლა ეს უკვე სხვა საკითხია. რომ არ მიდის და სად მიდის რომელ ყოლაბაში ეს უკვე კიდე სხვა. თქვენ როგორ ფიქრობთ ბატონო? თქვენც რეალურად მოაზროვნე ადამიანი ხართ, მგონია და იმიტომ ხართ ჟურნალისტი. რატომ ებრძვის ესე ჟურნალისტებს ქართული ოცნების მთავრობა ყველაზე მეტად? სიმართლეს ებრძვის. სწორი ჟურნალისტების სიმართლეს. მე ასე ვფიქრობ. არის ჟურნალისტები მაგათ დაკრუზე რო უკრავენ. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ დღეს ამბობდა ირაკლი კობახიძე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. აი, შეიჭირი მე რა შილო რა. ბაბითურებენ და ჩვენ კარგი მე ასაკში ვარ და მაგრამ ჩემი მომავლებისთვის და შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ნამდვილად არ არის ის რაც ხდება კარგი. მე რა ვიცი წიწვად და ეს კიდევ თუ დაიკეტა ეს ევროპული გზები, რა ვიცი, ჩვენი ბავშვების განათლება ცოდვები არიან, მე ასე ვფიქრობ. რა ქვეყანას ვიღებთ ახლა ჩვენ? ზერო.